Alors, je m'appelle Georgi Robakidze, j'ai 15 ans, je suis un élève de 4e et moi je vais vous apprendre à parler français. C'est la première cours et du coup je suis un peu agité mais bon. Et de toute façon je vais vous apprendre à parler français le plus vite possible et je vais vous apprendre à parler français en gros les essentiels quoi. გამარჯობათ, ჩემი სახელია გიორგი რობაქიძე. მე ვარ 15 წლის, ვარ კოლეჯ პოლ რამადიერს მოსწავლე და მე მინდა გასწავლოთ ფრანგულის ლაპარაკი. ყველაზე საჭირო რაც გამოგარგებათ ფრანგულ ენაში. და რა თქმა უნდა ძალიან ჩქარა. მაგალითად, პირველი სიტყვა ფრანგულში რაც ქართულშიც ძალიან საჭიროა, გამარჯობა. ანუ როგორ ვთქვათ გამარჯობა. გამარჯობა ფრანგულში არის ბევრნაირად, მაგრამ როგორც ყველაზე მეტს რომელიც ფრანგები იყენებენ, ჯერ იმით დავიწყოთ. მაგალითად, bonjour. Bonjour ნიშნავს გამარჯობას. Salut. Salut ნიშნავს სალამ. სალამი გამარჯობა, მაგრამ ასევე salut შეგვიძლია გამოვიყენოთ დამშვიდობების შემთხვევაშიც. Comment ça va? როგორ ხარ? Comment ça va? როგორ ხარ? Ça va bien. კარგად. Ça va bien. კარგად. აი მაგალითად თუ გინდათ ვინმე გაიცნოთ, ეტყვით. Comment tu t'appelles? რა გქვია შენ? Comment tu t'appelles? რა გქვია შენ? მაგალითად ახლა ის პასუხობთ. Je m'appelle Natia. ჩემი სახელია Natia. Ou je m'appelle Dato. ჩემი სახელია Dato. სახელს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია წინადადება გამართოთ. შემდეგი, enchanté. ეს სახარ რომ გაიცნობთ, შეგიძლიათ შემდეგ უთხრათ enchanté. enchanté ნიშნავს მოხარული ვარ. enchanté, მოხარული ვარ. ვინმეს თუ გინდათ გადავუხადოთ მადლობა, ფრანგულად, მადლობა ფრანგულად იწყება m ასოზე. და ეს არის merci. merci. ასევე ფრანგები იყენებენ დიდი მადლობას იყენებენ ძალიან ხშირად. დიდი მადლობა ფრანგულში არის merci beaucoup. merci beaucoup. ასევე ფრანგები ძალიან ბევრ შემთხვევაში იყენებენ კარგად, კარგია, აი რაიმე თუ მოწონთ, მაგალითად. Ah, j'aime bien ça. ეს ნიშნავს მე ეს მომწონს. ან მე ამით მოხარული ვარ. ასევე მაგალითად, რომ აი სუპერმარკეტებში ან სადმე ბუტიკებში რომ აწერია ხოლმე ხშირად bienvenue. bienvenue ფრანგულში ნიშნავს კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აი ერთი სიტყვა რამხელა წინადებას ნიშნავს ქართულში. bienvenue კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. bienvenue აი მაგალითად რომ ვთქვათ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სუპერმარკეტში. Assez უნდა ვთქვათ ფრანგულში. Alors, bienvenue dans ce supermarché. Bienvenue dans ce supermarché. შემდეგ ამ ვიდეოს რომ დავამსრულებ, ასევე გადავიღებ ხოლმე ხშირად ინგლისურათაც, მაგრამ უფრო ფრანგულის გაკვეთილები იქნება ამ არხზე. ასევე მაგალითად ახლა მე რაც ვთქვი წეღან რომ გადაგითარგმნოთ ნიშნავს. გამარჯობათ, ჩემი სახელია გიორგი რობაქიძე, ვარ 15 წლის, კოლეჯ პოლ რამადიერის მოსწავლე და ამ არხზე იქნება ხოლმე ფრანგულის გაკვეთილები. მაგალითად, მე ვარ 15 წლის, ფრანგულში უნდა ვთქვათ j'ai 15 ans. ანუ ფრანგები არ იყენებენ მე ვარ 15 წლის მაგალითად, ან მე ვარ 47 წლის, ან 55 წლის მაგალითად. ფრანგები იყენებენ j'ai 15 ans. რაც ნიშნავს მე მაქვს 15 წელი. ანუ მე თუ მაგალითად თუ ხართ, რა ვიცი, ნებისმიერი ასაკის, მაგალითად 53 წლის, 44 წლის, ასე შეგიძლიათ თქვათ, ამას კი ვარ იტყვით, je suis 44 ans. მე ვარ 44 წლის, ქართულში ნორმალურია, მაგრამ ფრანგულში ფრანგები შეგისწორებენ, რადგან ფრანგულში არის j'ai 44 ans. მე 44 წელი მაქვს. ქართულად რო ვთარგმნოთ. ასევე ფრანგულში არის მდედრობითი და მავნობითი სქესი. მდედრობითი სქესი, რომ გამოსხავოთ მავნობითი სქესთან, არის ასე. მაგალითად, სიტყვა თუ არის მდედრობითი სქესი, წინ სიტყვას უნდა დაუწეროთ la ნაწილაკი. L-A, la ნაწილაკი. და მაგალითად, თუ არის სიტყვა
მამრობითი სქესის წინ ლას მაგივრად ვუწერთ ლ ვუწერთ წინ. მაგალითად je suis მე ვარ tu es შენ ხარ il elle ის არის ის კაცი ეს ის ქალი elle nous sommes ჩვენ ვართ vous êtes თქვენ ხართ ils sont elles sont ისინი არიან ils sont ნიშნავს ისინი არიან ოღონდ მამრობითი elles sont ისინი არიან ქალბატონები კიდევ მინდა გასწავლოთ მაგალითად როგორ თქვათ აიმე საგნები მაგალითად წიგნი ფრანგულში არის livre ნიშნავს წიგნს წიგნის მე მინდა წიგნის კითხვა ფრანგულში უნდა ვთქვათ je voudrais lire un livre მე მინდა წიგნის კითხვა ფურცელი მაგალითად როგორ არის ფურცელი un papier მე მინდა მოვაწერო ხელი საბუთს je voudrais signer un document ასევე ფრანგები იყენებენ signature ქვია ასევე შეგვიძლია ვთქვათ je voudrais faire la signature sur un document მე მინდა ხელი მოვაწერო რაიმე საბუთს ასევე მოსვლა ის რაღაციდან აი მაგალითად ქალაქიდან ჩამოვედი სოფელში მაგალითად უნდა ვთქვათ თვითონ ჩამოსვლა სიტყვა არის arriver j'arrive მაგალითად j'arrive ნიშნავს მოვდივარ მე მოვდივარ ასევე გავკეტვა აი მაგალითად რვეულის დახურვა უნდა ვთქვათ j'ai fermé mon cahier მე დავხურე ჩემი რვეული j'ai fermé mon cahier მე დავხურე ჩემი რვეული ასევე აქ შეგვიძლია ჩვენ ძალიან ბევრი ვიდეოები გადავიღოთ რა თქმა უნდა გააჩნია როგორი აქტიურობის იქნება ამიტომ კვირაში 3 დაიდება ვიდეოები სადაც დაგეხმარებით ფრანგულის გააუმჯობესებას და სიტყვების და წინადადებების გამართვას დღეისთვის სულ ეს იყო გემშვიდობებით au revoir ნახვამდის